მართლა ძალიან ბევრი არის ეჭვი იმასთან დაკავშირებით რა მოხდა სინამდვილეში და რატომ წარმოადგინეს ეს ადამიანი როგორც ესეთი მნიშვნელოვანი ჯაშუში, რომელიც ერთადერთი არის მთელი 14 წლის განმავლობაში, რაც რუსეთის სასარგებლოდ მომუშავეა და გამოვლინდა ეგრეთ წოდებული მხელის გამომხელის მისი ასე ვთქვათ, მთელი რუსული ჯაჭვის ამდენი წლის განმავლობაში, რომელიც იკვრებოდა, რომელიც საქართველოსთან მიმართებით მუშაობს და ველოდით რაღაც სერიოზულს, მეც როდესაც გავიგე ამბავი იმის თაობაზე, რომ თურმე ჩვენ გამოვავლინეთ ჯაშუში ამდენი ხნის განმავლობაში პირველად, გამიხარდა ძალიან, რომ მეთქი ძლივს რაღაც მოხდა და შემდეგ გავიგეთ ვინ იყო ეს ჯაშუში და ძალიან ღიმილის მომგვრელი. რატომ არის ღიმი ჩვენ არ ვიცნობთ. ამ ახალგაზრდა კაცს და ნინო თქვენი ცოდნა ეს არის ჯაშუში. იცით რა, ამ ადამიანს კი მეც ვიცნობ პერსონალურად, მქონია მასთან კომუნიკაცია. თუმცა ზუსტად იქიდან გამომდინარე, რომ კომუნიკაცია მქონდა და ყოფილვართ ერთად, ვთქვათ, რაღაც გარემოში, ძალიან დიდი ეჭვის თვალით ვუყურებ იმას, რომ ეს შეიძლება რუსეთის სასარგებლოდ ამდენი ხნის ნანატრი ჯაშუში იყოს. თქვენ ახსენეთ გიორგი და დიახ, მე წლების განმავლობაში ინტენსიურად მუშაობდი ამ ოკუპაციის ხაზთან და ბევრი კომუნიკაცია მქონდა. ეს მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ძალიან მოწყვლადი არის ქართული სივრცე რუსული სპეცსამსახურების მუშაობასთან და არა მხოლოდ სპეცსამსახურების, არამედ ეგრეთ წოდებული სამხედროებთან მიმართებითაც იგივე შეგვიძლია ვთქვათ. ავტობანზე, როდესაც მოძრაობთ და საქართველოში ეს არის ერთადერთი ავტობანი, რომელიც დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოს ერთმანეთთან აკავშირებს, ხურვალეთისა და შავშების მონაკვეთთან, როდესაც გავდივართ, ყოველთვის მე ძალიან ცუდი გრძნობა მეუფლება იმ ადგილას, იმიტომ რომ რადიო თუ არის მანქანაში ჩართული, აუცილებლად შემოდის გადაფარავს ამ ქართულ სიხშირეებს რუსული რადიო და ეგრეთ წოდებული ოსური რადიოს სიხშირეები. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ანძევი და ის ანტენები, რომლებიც ხურვალეთთან არის დამონტაჟებული, იმდენად დიდ ტერიტორიას წვდება და იმდენად ფარავს, ვთქვათ, სხვა მოძრაობას რომ თავი დავანებოთ და სხვა ტანკის შემოყვანის თემას რომ არ გავყვეთ და ეს თემა რო არ გავაგრძელოთ, მხოლოდ ამ რადიო სიხშირეებით და ანტენებით ძალიან ბევრი რაღაცის საქმის გაკეთება, ბრჭყალების საქმის გაკეთება შეუძლია რუსულ მხარეს და ქართული მხარე არის აბსოლუტურად მოწყვლადი ამასთან მიმართებით. არასდროს ჩვენ როგორც ქვეყანას ბოლო წლებში ნაბიჯი არ გადაგვიდგამს, რომ ეს საფრთხე რაღაცნაირად განეიტრალებულიყო. როდესაც ჩვენ ჟურნალისტები ვცდილობდით გაგვეშუქებინა ის ამბები, რაც ხდება კონფლიქტის ზონაში, ის ამბები როგორ იქცევიან იქ რუსული სამხედრო დანაყოფები, ყოველთვის ვხვდებით წინააღმდეგობას ქართული პოლიციის მხრიდან, ქართული მხარის მხრიდან. ისინი თითქოს იცავენ ამ რუსულ დანაყოფებს, ცდილობენ მათ საქმე არ გაუპრობლემონ, რაც შეიძლება გაუადვილონ, რომ მათი იქ გადაადგილება, ოკუპაციის ხაზთან გადაადგილება არა მხოლოდ ოკუპაციის ხაზთან გადაადგილება, არამედ საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე შემოსვლაც იყოს უპრობლემო, უსაფრთხო ჟურნალისტებისა და მოქალაქეების თვალს მიღმა, ისინი ამას მაინც აკეთებენ, მაგრამ ის რომ ჟურნალისტებს იქ არ გვიშვებენ და დანარჩენ მსოფლიოს ჩვენ ვერ ვაწვდით კონკრეტულ კადრებს იმის თაობაზე, იქ როგორ გადაადგილდებიან და რას აკეთებენ ისინი. ეს არის ქართული პოლიციის ბრჭყალებში დამსახურებული. ახლა მით უმეტეს ყველაზე საშიში პერიოდია, იმიტომ რომ საველე სამუშაოებზე უწევთ საგაზაფხულო სამუშაოებზე გასვლა ადგილზე გლეხებს, ფერმერებს და ამ ხრივ სრულიად დაუცველ მდგომარეობაში არიან და ისმოდა მოწოდებები, რომ ხელისუფლებამ განსაკუთრებული ძალისხმევა უნდა მიმართოს ახლა ასეთი შემთხვევების პრევენციისთვის, იმიტომ რომ როგორც წესი, საოკუპაციო ძალები და სეპარატისტული ანკლავის წარმომადგენლები სწორედ ამ დროს ნადირობენ ხოლმე ტყვეების მარაგის შევსებაზე, ესე ვთქვათ. მაგრამ რო დაუბრუნდეთ ჩვენ დღევანდელ მთავარ თემას, ნინო, თუ გაქვთ რამე ვერსიები, ან რა ტიპის გამოხმაურებებს იცნობთ თქვენ არაოფიციალურს ახალგორიდან, თუნდაც მისი საახლობლოდან
ქართველებიდან ან ცხინვალიდან. რა შეგიძლიათ ამაზე გითხრათ ბოლოს? მოდით ესე შევხედოთ საკითხს. წარმოიდგინეთ თქვენ ძანდებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ადამიანი, ხო? აი თვითონმა ჩვენგანმა წარმოვიდგინოთ და ეს არის ადგილი, რომელსაც აკონტროლებს რუსეთი, რომელიც კეტავს საქართველოსთან ერთადერთ რაღაც პატარ-პატარა გასასვლელებს, მაშინ როდესაც ეს მას მოუნდება და აღებს რაღაც დათქმებით, ხო? თქვენ ხართ ახალგაზრდა, რომელიც აქვს ეს რაღაც ეგრეთ წოდებული რუსული და ოსური პასპორტი, ალბათ სავარაუდოდ და ცდილობთ რომ რაღაცნაირად აი როდესაც მოგეცემათ საშუალება გადაადგილდეთ იმ ტერიტორიაზე, რომელზე გადაადგილებასაც ოსური და რუსული მხარე არ მიესალმება, ხო? ეს ადამიანი როდესაც მე ვნახე, აი რაღაცნაირად იყო თითქოს შიშის და სტრესის ანუ რაღაცნაირად ტერორის ქვეშ მყოფი ადამიანი, აი ესე დამრჩა მასე შთაბეჭდილება ის რომ აქეთ იყო ის ცდილობდა რომ რაღაც დიდად აფიშირებულად არ გამოჩენილიყო ცდილობდა რომ რაღაცნაირად აი ყურადღება არ მიექცია იმიტომ რომ მას რა თქმა უნდა მოუწევდა უკან დაბრუნება და თუ დახვდებოდა ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ინფორმაცია მის თაობაზე რომ ის გადაადგილდებოდა, ხვდებოდა ვთქვათ ჟურნალისტ შეხვდა ან ამის გამო სერიოზული პრობლემები შეექმნებოდა. იყო საფრთხის ქვეშ, ხო? ის კი არა და დღეს ითქვა რომ თითქოს ის მცირე პერიოდის წინ დაკავებულიც კი ყავდათ ცხინვალში ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ასე ვთქვათ ბრალდებით. და გამოუშვეს. დიახ, არ გამოურიცხავ აბსოლუტურად ამას, იმიტომ უფრო მეტიც ეს ძალიანაც მუსალოდნელია და ყველა ადამიანი, ვინც კი ვთქვათ, ხვდება აქ ან ჟურნალისტს, ან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, ან რაღაც გარკვეული ტიპის წრეში, რეალი ისინი ყოველთვის არიან საფრთხის ქვეშ, როდესაც ბრუნდებიან უკან და შეიძლება და ანუ იქ პასუხს ვინ მოთხოვს, ქართული მხარე მოთხოვს პასუხს, აი თამარ მიარაყიშვილი, რომელიც დააკავეს და ციხეში იყო, ცხინვალის ციხეში და შემდეგ გამოაგდეს და მის მიმართ კერავენ ეგრეთ წოდებულ ჯაშუშობის საქმეს, სადაც ერთ-ერთი მტკიცებულება მეც ვარ, მათ შორის რომ ჩემთან როგორც ჟურნალისტთან მქონდა მას ურთიერთობა, ანუ იგივე დონის, იგივე კალიბრის საქმე გახსნა ქართულმა ხელისუფლებამ. აი სამარცხვენია პირდაპირ ჩვენი სპეცსამსახურები, ანუ აი ესეთ დონეზე ვართ, რომ რაღაც ზღაპრებს დავექვემდებაროთ და დაახლოებით აი როგორც კოვიდის პერიოდში გახსოვთ ალბათ ოსურმა მხარემ რომ კოღოებზე ნადირობა გამოაცხადა საქართველოს მხრიდან კოღოები რომ გადადიან ისინი რაღაც დაჩიპული კოღოები არიან და სპაი ჯაშუშები არიან დაახლოებით აი ესეთი ნარატივი ჰქონდა და ჩვენც რაღაც აი რაღაც კლასი დავკარგეთ თუ რა არის არ ვიცი ანუ ეს იმ შემთხვევაში თუ კი მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიისა და ცენტრალური ხელისუფლების ურთიერთობის სიფრთხეზე დავიყვანთ ამას თუმცა სხვა ვერსიებიც არსებობს შესაძლო რაღაც უფრო დიდი თამაშის ყოველ შემთხვევაში ფანტაზია იქითკენაც მიდის, მაგრამ იმდენად არასერიოზულად გამოიყურება ეს ყველაფერი, რომ პირადად ჩემი ფანტაზია იქით უკვე აღარ მიდის. მადლობა მინდა გითხრათ, თუ რამეს დაამატებდი. მე მგონია რომ უბრალოდ ვცდილობენ რომ შემოგვასაღონ ეს როგორც მუშაობა აი უწყებების, რომლებიც უნდა უსაფრთხოებაზე უფრო მეტად ზრუნავდნენ და ნუ რა თქმა უნდა ინფორმაციის მოძიებაზეც. თუმცა ეს მე მაინც რაღაც შემოსაღება ინფორმაციის ისეთი ინფორმაციის რომელიც რეალურად არის ძალიან მცირე კალიბრის და მადლობა ნინო